ბატონი გოჩა კაკოიშვილი გვყავს ხაზზე. ბატონო გოჩა, მოგესალმებით, გესმით ალბათ ხმა. ხომ არ არის რაიმე ტექნიკური ხარვეზი, ძალიან კარგი. ბატონო გოჩა, თქვენ სად იმყოფებით ამჟამად? მე ვიმყოფები ქაბატონია ირლანდიაში. ირლანდიაში, რომელი წლიდან? 2018 წლიდან. 18 წლიდან. გასაგებია, მანდ ბრძანდებით და მით უფრო მადლობა, რომ დილა ადრიან ჩაგვერთეთ სხდომაზე. ბატონო გოჩა, თქვენ ხელი უნდა მოაწეროთ დოკუმენტს, რომელსაც ქვია გაფრთხილება. გაფრთხილება გულისხმობს იმას, რომ ჩვენი კომისიის წინაშე თუ კი განზრახს რო ახსნა განმარტებას მოგვცემთ, განზრახ არასწორ ფაქტებს ან ინფორმაციას წარმოადგენთ, ან კიდევ კითხვებს არ უპასუხებთ, ან პასუხებს თავს არიდებთ, ამგვარი ქმედება შესაძლოა იწვევდეს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ამის დასტურად, რომ მე თქვენ გაგაფრთხილეთ, გთხოვთ ხელი მოაწეროთ იმ დოკუმენტს, რომელიც ელექტრონულად მოგეწოდათ და შემდეგ უკვე დაგვიბრუნოთ ხელმოწერილი უკან, როდესაც ამას შეძლებთ დღის განმავლობაში. ფაქტია, რომ დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ეს გაფრთხილება გავაკეთეთ და თქვენ ეს გაფრთხილება გაქვთ შინაარსი მისი გათვითცნობიერებული. ასეა? დიახ, ხალხო. მადლობა. მაშინ აიღეთ რამდენიმე წუთი და თავისუფალი თხრობის რეჟიმში ქრონოლოგიურად გვიამბეთ მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროს თქვენი უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით. როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენ იყავით ერთ-ერთი ფიგურანტი იმ გამოგონილი საქმისა, რომელიც საზოგადოებაში ზილების რევოლუციის სახელით არის ცნობილი, მაგრამ ასევე ცნობილია ჩვენთვის, რომ ამ საქმით არ შემოიფარგლა მხოლოდ თქვენი უფლებების შელახვის ფაქტების ფაქტობრივად კასკადი. ამიტომ ქრონოლოგიურად და იმ ფორმით, რა ფორმითაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ, გვიამბეთ ამის შესახებ. ერთადერთი თხოვნა გვექნება, რომ წინა გამომსვლელმა ეს კარგად ვერ შეძლო და თქვენ იქნებ შეძლოთ, რომ იყოს ნათელი გასაგები იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩათვალეთ არაფერი არ იცის, იმიტომ რომ იყო ვთქვათ მცირეწლოვანი მაშინ და შეიძლება დღეს პირველად ესმოდეს საერთოდ იმის შესახებ, რასაც თქვენ მოყვებით. ფაქტები, გვარები, სახელები და რაც შეიძლება მკაფიოდ და ნათლად წარმოიდგინეთ, რომ ესაუბრებით ვთქვათ წარმოსახვითად ადამიანებს, ვინც არ იცის იმ რეჟიმის შესახებ არაფერი და რომ თქვენ რომ თხრობას დაასრულებთ, ადამიანმა უკვე შეიქმნას წარმოდგენა, რა ტიპის რეჟიმთან ქონდა მას საქმე. გთხოვთ. მოგესალმებით, ხალხო. მივესალმები სამსო საზოგადოებას, კომისიის ყველა წევრს. დიდი მადლობა ჩართვისთვის და მომეცით საშუალება იმისათვის, რომ გამოვთქვა ის ტკივილი და გადმოვცემ საზოგადოებას, რაც ჩემსა და ჩემს ოჯახს თავს დაატყდა. მოგახსენებათ, მე გახლავართ გოჩა კაკოიშვილი, დავიბადე 1972 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ზესტაფონში, დავამთავრე საშუალო სკოლა ზესტაფონში მეოთხე საშუალო სკოლა და იურიდიული უმაღლესი განათლება მივიღე თბილისში. ყავს მეუღლე 3 შვილი და 3 შვილიშვილი. მოგეხსენებათ 2007 წლიდან არ დაწყებულა იმ პროცესების წინააღმდეგ გამოხატულება ჩემი პროტესტისა, რაც მიმდინარეობდა ხელისუფლებაში, ვინაიდან მე გავხდით მაშინ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი, ჩემი გამოხატულებისა და ჩემი სიტყვის დაცვისა და ხალხის დაცვისათვის მოხდა ჩემი განთავისუფლება სამსახურიდან, რა თქმა უნდა. შემდეგ ვინაიდან სად მუშაობდით დააზუსტეთ თუ შეიძლება. მე მუშაობდი შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა თანამდებობებზე, რა თქმა უნდა, და ბოლოს მუშაობდი რუსთავში, მუშაობდი აგრეთვე საპატრულო პოლიციაში, მუშაობდი საბჭოთა ასრულებაშიც და შემდეგ წამოსვლისას რამოდენიმე ბიჭიშვილის ყოფილი პოლიციელები მიხეილ დოლიძე და დავით მაზმიშვილი
გავერთიანდით და ჩავედით თბილისში, შევერთით მაშინ იყო გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც იბრძოდა სააკაშვილის წინააღმდეგ და ჩვენ სამ ბრძოლაში ჩავერთვით. 2007-მდე. კი ბატონო. ამ დროს ჯერ მუშაობთ თუ უკვე არა, უკვე ჩვენ განთავისუფლებულები ვართ სამსახურიდან არანაირი პოლიციის მუშაობა აღარ გვაქვს. რომელ წელს გაგათავისუფლეს ხომ არ გახსოვთ? 2006-ში. გასაგებია, გააგრძელეთ, მადლობა. 2006-ში. ვინაიდან ჩვენ არ გაგვაჩნდა პოლიტიკური გამოცდილება, ჩამოყალიბდა გაერთიანებულ ოპოზიციაში ეგრეთ წოდებული უსაფრთხოების სამსახური, ვინაიდან ჩვენ ძალოვნები ვიყავით, ვცდილობდით პარტიები, როდესაც გადიოდნენ რაიონებში, ლიდერების უსაფრთხოების დაცვას, ეგრეთ წოდებულად. და ძირითადად მე კოკა გუნცაძესთან ვიყავი. ვერდით, რომ მისი უსაფრთხოების ვიცავდი და როდესაც 7 ნოემბერი დადგა, პირველი დარბევის პროცესში ვიდეო კადრებში ჩანს კარგად, როდესაც პოლიცია შემოვიდა ჩვენი დარბევის შეტევაზე, წინა ხაზზე ვიდექი და ცდილობდნენ ჩემს დაკავებას და ცემით მივყავდით ავტომანქანისკენ, რასაც ეს ვიდეო კადრებში ნათლად ჩანს. მაგრამ ხალხის და ლიდერების ბრძოლით მოხდა ჩემი გამოხსნა, ვერ დამაკავეს. შემდეგ მოგეხსენებათ აღარ დავწვრილმანდები, რაც მოხდა რიყეზე, შემდეგ სამების ტაძარში და ღამეს, როდესაც ბატონი კოკა გუნცაძეს სახლში მივიყუნეთ, ჩვენ სამივე ერთად დასახელებული მეგობრები წავედით რუსთავში, ვინაიდან მოწესრიგებულიყავით და მეორე დღეს ისევ ჩამოსულიყავით და ჩვენი დაკავება მოხდა არმისული რუსთავში გზაზე. საპატრულო პოლიციამ გადაგვიკეტა მანქანისები, დაგვაკავეს, რა თქმა უნდა, პოლიციელებმა, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა, ცოტა გაოცებულებიც კი დარჩენ, ვინაიდან ჩვენი ყოფილი თანამშრომლები იყვნენ. მიგვიყვანეს საპატრულო პოლიციის განყოფილებაში. ამ დროს უკვე ჩვენ სახლებში შესული იყო პოლიციის დანაყოფები და მიმდინარეობდა ჭხრეკვა სადღაც დაახლოებით იქნებოდა 3-4 საათი ღამის. მე ავტომატის ტკბილები ჩამიდეს, რომელიც სამზარეულოში მაცევის თავზე აღმოაჩინეს შემთხვევით. დოლიძეს და მაზმიშვილს კი ლიმონკები ჩაუწვეს, ეგრეთ წოდებული ასაფეთქებელი ნივთიერებები. მაგრამ იქ, როდესაც გაყოფილებაში მიყვანეს, ძირითადი აქცენტი ჩვენ სამივეს ჰქონდა იმაზე, რომ ვინაიდან მე წინააღმდეგობა გავუწიე რუსთაველიზე პოლიციას, ფიქრობდით, რომ პროთ ჩემ დაკავებას ფიქრობდნენ. და შემიწვეს ისეთი სიტუაცია, რომ მე მოვახერხე იქიდან გაპარვა. და გაპარვა. ბიჭები დააპატიმრეს, სასამართლო ჩატარდა, სხვათა შორის მოსამართლე ჩვენი ძალიან კარგად დაცნობი პიროვნება გახდათ, მამუკა ციკლაური, რომელსაც ძარღვიც კი არ შეუტოკავს, ისე მიუსაჯა ბიჭებს პატიმრობა, მე ძებნაზე დამსვეს. და რამოდენიმე ხნის მალევე მოხდა საპროცესო გარიგება მაზმიშვილსა და დოლიძის მიმართ და უმევლად გამოვიდნენ, გარეთ ეს იყო დამსახურება მაშინდელი სამხარეო პროკურორის შოთა რეხვიაშვილის, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მათ მიერ მალე მომხდარიყო ციხიდან გამოსვლა, რომ დიდი ზიანი არ მიეღოთ და მე რამოდენიმე ერთი თვის შემდეგ ისევ პროკურატურასთან მქონდა მეტი ნდობა, მოხდა ჩემი გამოცხადება, წამეყოლეს სასამართლოში და იმ დღესვე გამიფორმეს საპროცესო და საპროცესო რომ გამიკეთეს სასამართლოზე საჭიროება მოითხოვდა წარმოდგენილიყო გადახდის ქვითარი. და ჩემი შვილის ნათლია ბიზნეს პარტნიორი ნოდარი შუბიდიძე წავიდა ბანკში, გადაიხადა წარადგინა ეს ქვითარი და გამათავისუფლეს. გავიდა რამოდენიმე თვე და დაიჭირეს ნოდარი შუბიდიძე
ედავებოდნენ ნარკოტიკებით, რა თქმა უნდა, და მოთხოვეს 9 მილიონი და ერთი ობიექტი ბიზნესის, რომელიც ალბათ ის მილიონს შეადგენდა. ნუ ესეთია, მალე ეს ფული არ მოიძებნა და დაივიწყეთ შესაძლებლობის და გვარად ფულის მოგროვება, რომ ვაჭრობა, ამას ყველაფერს ნოდარის დაკავებას სოდის უფროსი აწარმოებდა ქვემო ქართლის სოდის უფროსი, ვიღაც შენგელია, სამწუხაროდ სახელი არ მახსოვს. და მოთხოვეს 9 მილიონი ფული და ჩვენ გვიკვირდა, რომ რატომ ეს ნოდარი შუბიძე და ეუბნებოდნენ ეს სოდის უფროსი ოპოზიციას კარგად ეხმარები, საპროცესო ფულებს კარგად იხდი და ჩვენ თან კაპიკს არ იხდი და ეს იყო მიზეზი. რამოდენიმე თვე ალბათ იყო გასული, დაგვირეკეს ციხიდან, რომ ნოდარი შუბიძე გარდაიცვალა და ვაკითხეთ მიცვალებულს. ნუ ეს ჩემთვის იქლა ტრაგედია იყო, მე ვერ აღწერ სიტყვებს ამისას და ნუ ვერც გავიგეთ რა მოვიდა, რითი მოხდა, ნუ მაშინ ვინას გაიგებდა, ვინ რითი ხდებოდა. მე თავისთავად პოლიტიკური ვითარება არ დამიკარგია, გავაგრძელე, შემდეგ ვინაიდან მე პირობითი საჯელი მქონდა 3 წლიანი და მოსამართლემ ციკლაურმა მომისაჯა, რომ არ მქონდა არანაირი უფლება იმისა, რომ სადმე პარტიული ქმედებაში მივიღო მონაწილეობა, მე მაინც ამას არ ვიშლიდი. 2009 წელს ჩემი სახლიდან რუსთავში არის შარტავა, ჟიული შარტავას მოედანი. და იქვე დამაგდეს, ჩემი წაყვანაც უნდა თურმე როგორც მე შემდეგ მაყურებელი ვინც ამას ესწრებოდა. ბატონო გოჩა, ციკლაური ახსენეთ და სახელი ხო არ გახსოვთ? ციკლაური დავითი, მოსამართლე და მამუკა ციკლაური, მამუკა. გასაგებია. როგორც ვიცი, ეს მამუკა ციკლაური ამჟამად უნდა იყოს კახეთში, ისევ მოსამართლე სამწუხაროდ. გასაგებია. აბა გისმენთ, შემდეგ? შემდეგ ჩემი წაყვანა უნდათ, მაგრამ შემდეგ